გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი. მოკლედ გეტყვი. გამტარში მუხტის მოწესრიგებულ მოძრაობას ელექტრული დენი ეწოდება. არ არსებობს ადამიანი 21 საუკუნეში, რომელსაც ყოველდღიური შეხება არ ჰქონდეს ელექტროენერგიასთან. გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც დღემდე ტყეში ან გამოქვაბულებში ასე გვასწავლიან სასწავლებლებში და ეს სრული სიმართლეა. თუმცა, როდესაც პრაქტიკასთან მიდგება საქმე, უნივერსიტეტიც, კოლეჯის უმეტეს შემთხვევაში თავიდან ირიდებს პრაქტიკული სამუშაოების ჩვენებას და მონაწილეობის მიღებას და გვეუბნებიან, რომ მოძებნეთ კომპანიები, მოძებნეთ ისეთი სამუშაო, სადაც გაივლით საწარმოო პრაქტიკას. რატომ? თუ მე ვიხდი გადასახადს ან მოვიპოვე დაფინანსება იმისათვის, რომ ვისწავლო სასწავლებელში როგორც თეორია და პრაქტიკა, კეთილი ინებეთ და გვასწავლეთ ეს როგორ ხდება თეორიულად და ასევე პრაქტიკულად. მე მარტივად გეტყვით ახლა, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ პრაქტიკაში გაჩვენოთ ეს ყველაფერი და ასევე თან დავურთო მინიმალურ დონეზე მაინც თეორია. ეს არის ელექტრომაგნიტური გამშვები და მისი ფუნქცია არის მაღალი სიმძლავრეების გაშვება და ავტომატიზირებული სისტემების გაშვება. როგორ მუშაობს ის? ის არის რთული ინჟინრული კონსტრუქცია, მაგრამ შედგება მარტივი ინჟინრული კონსტრუქციებისა და დეტალებისაგან. მარტივი იმიტომ, რომ ბევრ მნიშვნელოვან პატარ-პატარა დეტალებს შეიცავს. რთული, იმიტომ რომ მთლიანობაში ბევრი ესეთი კონსტრუქცია ნაწილი არის შიგნით. მაგრამ თუ ჩვენ მიუდგებით მათ კომპლექსურად და თითოეულ მათგანს შევისწავლით, მაშინ ის ჩვენთვის გახდება მარტივი. რო ვისაუბრო მე მის თეორიულ ნაწილზე, ბევრი გსმენია თქვენს, მაგრამ მოდი ნახოთ პრაქტიკაში როგორ მუშაობს და რას აკეთებს. ელექტრომაგნიტური გამშვები. დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მას შიდევს მაგნიტი, რომელიც მასზე ზემოქმედების შედეგად, როდესაც მასზე იმოქმედებს ელექტროენერგია, ფაზური და ნეიტრალი ან პლუსი და მინუსი, ის მაგნიტი უკვე ამოქმედდება. კორპუსის წინა ნაწილში ჩამაგრებული არის რკინის დეტალი, რომელიც ითვლება კონტაქტორად, მაგნიტისკენ მიიზიდავს და მას ჩართავს. ჩართვის პროცესი არის ზედა ტერმინალში დაერთებული დენები, ფაზანოლი, ფაზური და ნეიტრალური ფაზები, ფაზა 1, ფაზა 2, ფაზა 3, უკვე ქვედა კონტაქტში გამოვა და აქედან უკვე წავა იმ ელექტრომოწყობილობაზე, რომლის ამუშავება გვინდა. უმეტესწილად გამოიყენება ლიფტებში, ამწე ელექტროდანადგარებში და ნებისმიერ ავტომატიზირებულ სისტემაში, ასევე მაღალი სიმძლავრის მართვად განათებებში. დავშალოთ ახლა და ვნახოთ შიგნით კონსტრუქცია როგორ გამოიყურება. ასევე გეტყვით, რომ მას ცალ-ცალკე აქვს ყველა კონტაქტი, აერთ და ორ კონტაქტზე ყოველთვის ვაერთებთ ფაზურ და ნეიტრალურ დენს. შეიძლება იყოს ეს 12 ვოლტზე მომუშავე, შეიძლება 24 ვოლტზე, 48 ვოლტზე, 100 ვოლტზე, 230-ზე. ამ შემთხვევაში გვაქვს 230 ვოლტზე მომუშავე. მომუშავე დენი არავითარ კავშირში არ არის კონტაქტიდან გამავალ დენზე. ჩვენ მართვას ვასრულებთ გადამრთველით, პროგრამული მოწყობილობით ან ჩვეულებრივი ღილაკებით. დავშალოთ ახლა. ეს არის მაგნიტის მხარე, ეს არის მთლიანად მაგნიტი. ასევე გეტყვით, რომ თუ შეგხვდათ შემთხვევა, როდესაც ელექტრომაგნიტური კონდაქტორი ხმაურობს, ეგრეთ წოდებულ ზუზუნის ხმა აქვს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი არის მაგნიტის კონტაქტი ან თვითონ აი ამ რკინის დეტალი იყოს დაჟანგული და გასაწმენდი. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაახსნათ, დენიდან ჩახსნათ და შემდგომ გაასუფთავოთ. ეს არის მაგნიტი, აი ეს მაგნიტი, რომელიც მუშაობს, აგერად წერია
230 ვოლტზე, 220 არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება იყოს 12 ვოლტი, 48 ვოლტი, 24 ვოლტი და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ მასში შევაერთებთ A1 და A2 კონტაქტზე ფაზურ და ნეიტრალურ დენს, უნდა მოხდეს ფაზური დენის წვეტა, რომელსაც ან პროგრამული მართვა იქნება, ან ღილაკით მართვა, ან ჩვეულებრივი გადამრთველი. როგორც კი დაავაწვებით ჩავრთავთ, ეს მაგნიტი ამოქმედდება, უკვე გახდება მოქმედი მაგნიტი და მიიკრავს აი ამ რკინის დეტალს. თავისკენ წაიყვანს, როგორც კი ეს რკინის დეტალი წამოვა, აქვე შეგიძლიათ ნახოთ წინ, უკვე კონტაქტი ჩართული არის. ანუ ზედა ტერმინალში დაერთებული დენი ქვედა ტერმინალში უკვე გამოვა და წავა ჩვენი ელექტრომოწყობილობებისგან. ეს არის პრაქტიკა. თუ საუბრობთ თეორიაზე, მინიმალურ დონეზე მაინც უნდა დავურთოთ მას პრაქტიკა, რადგან არ იყოს შემდგომში უხერხული და გაუგებარი სიტუაცია, როდესაც დავიწყებთ სამუშაოებს. მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებას გისურვებთ ყველას.